მოგესალმებით, მეგობრებო. მე ვაჟა და რეზი დღეს გამოვედით სამცხე ჯავახეთის მიმართულებით. გვექნება ძალიან საინტერესო გასვლა და ვფიქრობ, რომ YouTube სივრცეში პირველი იქნება ესეთი ნადირობის ჩატარება. აქამდე შეიძლება ვიღაცას უნადირია, მაგრამ YouTube სივრცეში დავაფიქსირებ, რომ ესეთი კადრები არ გვექნება. დღეს გვექნება და ხვალ ასევე იხსნა და ბაძზე ნადირობა. იმედია გაგვიმართლებს, რა ვიცი, ყველანაირი ეკიპირება გვაქვს იმისთვის, რომ ბატი მოვიტყუოთ, მაქსიმალურად ვიყოთ შენიღბულები. მომივიდა ინფორმაციები, რომ ბატი საკმაოდ დიდი რაოდენობით არის შემოსული საქართველოში და დავიწყებთ ძებნას, ჩაუსაფრთხებით და გამთენიისას მოვუწყობთ კონცერტს, როგორც ვაკეთებთ ხოლმე. მოდი გავაკეთოთ ესე. დღეს საღამოს ვინადიროთ იხვზე. სანამ იხვზე დავიწყებთ ნადირობას, მანამდე ნახოთ ადგილები, თქვათ, ხვალ დილისთვის ბატზე სად ვინადირებთ. დღეს საღამოს ვინადიროთ იხვზე, არ გავასწინოთ და ხვალდილიდან უკვე შევუდგეთ იმ დიდ ნადირობას, რაც გვაქვს ჩაფიქრებული რა. ეგ იქნება, რაც იქნება. კი ბატონო, ამასობაში. თქვი პატივცემულოთ ამადა. ძალიან მაგარ რაღაცას შემოგთავაზებთ. მოკლედ ყველა მონადირეს უსურვებთ მშვიდობას, კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას. მიამიჭვით. მაგას ხმა, კაი ჩვენ, ნახე გვაჯობა. ერთად ალოს ვიზაზე ყვატაროს ყოველთვის და მშვიდობიანად მოგვენადირებინოს. გვიყვარს ბუნება და მაქსიმალურად დავიცავთ მოვუთხილებით, რა თქმა უნდა, კანონს არ დავარღვევთ, ყველაფერი იქნება წესრიგის დაცვით. კი ბატონო. ისურვებთ წარმატებას. გაუმოჯოს ყველა მონადირეს. ზოგი ზოგი ბაძზე. ჩვენი მონადირების მფარველი წმინდანი იყოს ყოველთვის ჩვენთან მონადირეებთან ერთად. მოგეხსენებათ 3 ოქტომბერი პირველად იქნება საქართველოში, როდესაც ოფიციალურად აღნიშნავთ მონადირეები ხსენების დღეს. მაგ ყველაფერსაც დავაანონსებთ, რომელ ტაძარში არის, რომელ საათზე იქნება, მოკლედ წირვა და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან საინტერესო, ბევრი სიახლე გვაქვს ჩემორეზი და გუსურვებ ყველას კარგ ნადირობას. მე სეზონი რო გაიხსნა იქა, სეზონის დახურვამდე დავამშვიდობებ ცოლს და გამოვარდი სანადიროდ. კი ბატონო. გაგიბაძოთ ყველას. გაუმოჯოს ყველა ღირსეულ მონადირეს და უფალ იყოს გამარჯვებას. ჩვენი ფარველი. აბა წარმატებები ჩვენ ცოტა წავიხემსოთ და გავაგზავნოთ გზა. უფალ იყოს ჩვენი ფარველი. ჩამოვედით ლოკაციაზე, სადაც შევარჩიეთ კარგი ადგილი და ხვალდილას უნდა ვინადიროთ ბატზე. აი ესეთი ორმოები ამოვთხარეთ ერთ ზოლზე და აქ გავუკეთებთ, აქ გავაკეთებთ საფარებს. მოგეხსენებათ, ბატი ერთ-ერთი ფრთხილი ფრინველი არის. სახელი აქვს ბატი, მაგრამ ფრინველებში ერთ-ერთი ფრთხილი ფრინველი არის და შესაბამისად პირიქით არის ამ შემთხვევაში. სახელი არ ამარცლებს, მაგრამ ერთ-ერთი ფრთხილი ფრინველია, რომელსაც ჭირდება ძალიან კარგი და ისეთი მომზადება. კარგი საფარი არის საჭირო ამ შემთხვევაში. მიწა ამოვიღეთ დაახლოებით მუხლამდე და მოგვიწევს მაგ ამოთხრილ აკოფში ჩაწოლა. ხვალ არის გამოცხადებული წვიმა, თოვლი, ქარი და 1000 უბედურობა, მაგრამ ნადირობა მოგეხსენებათ არის ერთ-ერთი რთული და ექსტრემალური სპორტი. შესაბამისი ეკიპირებები გვექნება, რომელიც მეტნაკლებად დაგვიცავს, ვთქვათ,
სიცივისგან და წვიმისგან. ამოვიღებთ ახლა ორმოებს და დავიძრებით ამ საღამოს უნდა ვინადიროთ იხსე. ხვალდილად კიდე მოვალთ და ამ ორმოებს ამოვავსებთ. ჩვენი საფარით. აბა, წავედით. მოვედით ხა ჩვენ სანადირო ლოკაციაზე. როგორც თქვით, დღეს ვინადირებთ იხსე, საღამოს შემოფრენას დაველოდებით. ბიჭებო, აბა, რა სიტყვით დღევანდელ დღეზე. დღეს ძალიან ბევრი ფრინველი ვნახეთ, რაც იმედის მომცემი არის, მოდი ესე გეტყოდით და წარმატებები მინდა გისურვოთ. საღამოს რაც ვნახეთ დღეს. ვახშამსებ ყავს დაპატიჟე. საღამოს რაც ვნახეთ 2% მაინც რომ მოვიდეთ, ჩვენ ძალიან გვაღუფლები ვიქნებით. ანუ მოვიწვიეთ რეალურად 100-200 კაცი, მაგრამ 20 კაცის რომ მოვიდეს პრობლემა არ იქნება. აჰა, ესე იგი რა ხდება აქ ვეიდერსი რამე რომე? წერს პირველად ვიწვამ და იმედია გაამართლე. რა არის აბა ვნახოთ ეს. ოჰო, ახალი ბაჩიები. მოკლედ ეგონება ფეჩია ჩართული. დონე იაკუტიაში მიდის მგელზე სანადიროთ. რა, ჩემი ნაგლებია, ბიჭო. აჰა. შვენიერი ვეიდერსი არის. მეც აგერ კაბელასის ვეიდერსით ვარ წარმოდგენილი. იარაღები. Fabarm XLR კოლუმბა პალუმბუსი დაგზელებული მჭიდით. რეზის რეტაი გორდიონი და ამ შემთხვევაში ვაჟას ბებელი ვოლტერ M13. ეს იარაღი არის ზუსტად 11 წლის. 11 წლის კი ბატონო, ეგრე გამოდის. და დღესაც ფორმაში არის. წავედით. ზუსტად მოვასწარით ყველაფერი. კი. წინიდან მოვიდა. ეხა იქ რო გარიყავ, იცი რა დაბალზე მოვიდა? ერთი ცალი ჩამოვაგდეთ პროსტა გადაღება ვერ მოვასწარით. დაიწყო. რანელა მოდიოდა თავიდან, იცი? ხო დაინახე საიდან? ჰა? დაიმახსოვრე ხო ადგილი? ხაცაულის მოვეც 60 მეტრი იქნება. უკონტეინერო 6 ნომერი. ქონოდა ეხა ფენოვათი შევაგდები ნახავთ. იტალიანო ფერო. ხო, კი, იქეთ, ქვის იქეთ. აი მეოთხე ვაზნავზე ჩამოვარდა. ადრე მოვიდა, იქ ხედავ? ჰა? გომა, უკვე ვეღარ დაგინახავს უკვე, შანსი არ არის. ხმა იყო ბიჭო. წავიდა. ყურადღებით იყავით. მაღალზე დაფრინავს. მაღალზე იყო. გაქრა. რავი, არც წასული მინახია, არც აწეული, არც აწეული. თავზე ყავდა ვაჟას 10 მეტრაში. საიდან მოვიდა? იქიდან. მანოკი უნდა, მანოკის ხმაზე მოვიდა. დაუბინავდით სასტუმროში და რეზიმ წერას სწორი აღნიშნა. აი ესეთ პოზიციაში ვიქნებით ხვალდილას რა.
დაუბინავდით და ისა რა ქვია. რა ტყუებს ამზადებ თუ რას ამზადებ? ტენის. GoPro-ს ელემენტ ტენის, ხო. საღამოს ფრენით მეტნაკლებად კმაყოფილები ვართ, ერთი იხრი ჩამოვაგდეთ. 3-4 ფრენა იყო ისეთი, რომლის მოპოვება შეგვეძლო, მაგრამ უკვე ძალიან დაღამებული იყო და ვერ მოვიპოვეთ რა. მე მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს გუნდს, 3 კაცი ვართ წამოსულები. პირველად ვინადირებთ საქართველოში მიზან მიმართულად ბადზე. ეს არის ჩემთვის ძალიან მაგარი პირადად ამბავი. ბიჭების დამეთანხმებიან მაგაში, შრომატევადი საქმე იყო, ორმოები ამოვთხარეთ და ხვალ წარმოედგინეთ, დილას გამოცხადებულია თოლჭყაპი და უნდა წამოვწვეთ. ისინი გვაქვს წაღებული გასაშლელი საწოლები და ორმოში უნდა ჩავდოთ და წამოვწვეთ და მოკლედ როგორი დასაწოლი არის. რეზის დღეს ბარი ვერ გავაგდებინე ხელი და 3 ორმო ამოთხარ. ეს კონსენსიდება. წარმატებები რეზი ხვალ. წარმატებები ჩვენ. ისეთ სტრატეგიულ ადგილას ამოვთხარეთ 3-ვე, რომ თუ გუნდი შემოვა და მოგვიახლოვდება 3-ვე ნომერი, მოკლედ ანუ სტრატეგია გვაქვს ესეთი ჩადებული რა 2-1 2-1-1 არა 2-1-0 2-1-0 ან 1-1-1 ანუ სავარაუდოდ ვაზნასაც გამოიცნობთ რას ვესვრით 2-1-0 2-1-0 ხო სული ვაზნებით მოგვიწევს ხალნადირობა იმიტომ რომ მეტნაკლებად ეგ ფრინველი შორს წამოვა დარწმუნებული ვარ მაგაში და მაინც მზად ვიყოთ შორს ასრულად დაახლოებით 50 მეტრამდე თუ ახლოს მოვა გავუშვებთ და შემდეგ ვესვრით მოკლედ გავაგრძელოთ ხვალდილიდან უკვე ბაძე ნადირობას გადასარევი ეგმა ესეთია აბა წავედით აქ დარჩება ერთი კაცი აბა წარმატებები შუაში ჩავალაგებ ხო კაი დაწექით რეზი სასტრაფოდ უნდა მოეწყო პერელიოტი დაიწყო დავაგვიანეთ ეს წაიღე რეზი უცებ წინ დავждები სად აი დაბლა ჩაიჯდენ ბიჭო
ხვალინდელი დილა მეტნაკლებად წარმატებული იყო. ბატები ვნახეთ. ვერ ვიტყვით რომ ფრენა არ იყო, მაგრამ რაღაც მომენტებში ვერ მივაქციეთ ყურადღება, რაღაც მომენტებში ხედავდნენ. და ძალიან ცუდი ამინდი იყო და სამწუხაროდ ბატი ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ერთ დიდ გუნდს მივეპარეთ და ვესროლეთ. ცოტა შორ დისტანციაზე სამწუხაროდ ბატზე ნადირობა წარუმატებელი იყო, მაგრამ მაინც ძალიან დიდი რაოდენობით ბატი ვნახეთ და ჩვენ მონადირები ყოფილები გვართ. რა სიტყვი? კლასიკური იყო, კლასიკური შემცირდოზი იყო. რეზი მოგეწონა ბატზე ნადირობა. შეიძლება ბატზე ნადირობას რომ მოვჭით, გამოვიარეთ ერთ ლოკაციაზე და ერთი ცალი იხვი მოვინადოთ. აგერ არის პატრიცემული. ეხლა წავალთ და ცოტა შევისვენებთ და საღამოს იხვზე ნადირობა უნდა მოვაწყოთ. ძალიან ციო და წარმოიდგინეთ, გუშინ იყო 22 გრადუსი, საღამოს იყო 19 გრადუსი. ამ დილას კი იყო 3 გრადუსი, ძალიან დავარდა ტემპერატურა და კაი სანადირო ამინდი იყო, ფრინველმა იმოძრავა, მაგრამ სამწუხაროდ ბატი ვერ მოვინადირეთ. წავედით ახლა და მოვემზადებით საღამოსთვის და შემდეგ ხვალინდელი დილისთვის. ნადირობის ბოლო დღე გვაქვს. დღეს საღამოს ვინადირებთ ისევ იხვზე და ხვალიდან უკვე წამოვალთ დედაქალაქში. წარმატებები ბიჭებო. აქ ის ვაჟა, აქეთ ის რეზი და ველოდებით იხვის შემოსვლას. 7 საათია და დაახლოებით 20 წუთში უკვე უნდა დაიწყოს იხვა მოძრაობა. აბა დაველოდოთ. საიდან ჩამოვაგდე შეხედე.